Am თეთრ ტაძარში, თეთრი ნისლით ნაფიან დაზარს, ჩემს თავს დავეცებ თვალგახილის რაღაც ნატურაში. აქედან თოვლი მთებზე მოჩანს ისე ლამაზად, ჩემი აზრით სანამ მოეცარ გარდასახვაში. Am თეთრ ტაძარში განალოცვად, განავედრებად, უბრალოდ მოվել, თეთრი მოվել, ნებით, სურვილით. საცაა თოვლი ერთ უცნაურ დღეს შეერევა და ჩამოვილის სულზე ჩვილის ნაფეხურივით. ლექსების წერა ბავშვობიდან დაიწყო. პოეზია მის სულში ისე შემოვიდა, როგორც ჩვევია მოსვლა ამ ქვეყნად ალუბლის ყვავილს. მისი პირველი სტრიქონები სისადავითა და პოეტური უშუალობით გამოირჩეოდა. პოეტი ნანა შაბათაშვილი დავარი მრავალშვილიან ოჯახში, ძველი თბილისის კლდის უბანში დაიბადა. უბანში, რომელსაც ძირძველი ებრაელები ბეთხაიმს, ანუ მარადიული სიცოცხლის სახლს უწოდებენ. ბავშვობის შემდეგ ბევრმა დრომ განვლო. ადრე დაოჯახდა, დღეს უკვე 4 შვილი ჰყავს. ოჯახის კეთილდღეობისათვის მუდამ ზრუნავდა. მისი პოეტური სული კი ქართულ ეროვნული და მშობლიურ ებრაული ტკივილით მუდამ გაზავებული იყო. ასეთი მომენტი ალბათ სადღაც განგიცდიათ მაინც, რომ თუნდაც 1 საათით რომ მოწყვეტოდით ქვეყანას, სადაც დაიბადეთ, როგორ ასოციაციას იწევს განშორების წუთები. მით უმეტეს მონატრების სევდა და შეხვედრის მოლოდინი. ჩემში ახლა ეს სამივე გრძნობა ერთბაშად არის და ამიტომ არ გაოცდე და არ გაგაკვირვოთ ჩემმა ალბათ დუმილმა დიდი ხნის დუმილის შემდეგ ჩემაცრემლიანმა თვალებმა რაც უნდა გითხრათ, ძალიან მომნატრები ხართ. პოეტისთვის საქართველოც და ისრაელიც დედასამშობლოა. ბოლოს გულმა ისრაელისაკენ გაუწია, მაგრამ ქართული ფესვები არ დაივიწყა და სამუდამოდ ჩაეჭიდა. არ დავიწყებია ქართველი ერი, მეგობრები. ეს ყველაზე მეტად მაშინ ვიგრძენი, როცა მეგობრების გარემოცვაში ვნახე. პოეტი რამდენიმე დღით საქართველოს ესტუმრა. გალაქტიონ ტაბიძის სახლ-მუზეუმში დიდი ხნის უნახავმა მეგობრებმა შეხვედრა მოუწყეს. ძალიან საინტერესო პიროვნება, რომელსაც სიგიჟემდე უყვარს თავისი საქართველო. მე ვეფერები ასეთ ებრაელებს, რომლებიც იციან ფასი იმ ქვეყნისა, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ის ჩვენთან დაიბადა, ჩვენთან გაიზარდა და წავიდა თავის სამშობლოში, მე რა თქმა უნდა მივესალმები, მაგრამ არასოდეს არ დაუკარგავს ის ქართული ჯიგარი და ნამუსი, რაც ჰქონდა თავისი ცხოვრება, მით უმეტეს რომ ქართველი პოეტია. ნანასთან დიდი ხანია მეგობრობ, მისი შესანიშნავი ლექსები, მისი ლამაზი ლირიკის ერთ-ერთი პირველი მოწმე და ტყიალი ვიყავი. ეს არის მშვენიერი ლირიკა, სავსე მონატრებით, სავსე სიყვარულით, სითბოთი და ნანა მაღალი დონის პოეტია, თავისი მეტაფორული ულამაზესი აზროვნებით, თავისი ულამაზესი ხატსახეებით და ძალიან მნიშვნელოვანია დღეს რომ კიდევ ერთხელ დედა თბილისში მართავს თავის ახლობლებთან ერთად პოეზიის ამ ლამაზ საღამოს. პოეტმა საუბრისას ასეთი რამ მითხრა, როცა საქართველოს მოვუახლოვდი, გადავხედე განათებულ თბილისს და ჩემს დამბადებელ ქვეყანას ვეძებდი. მე ეს ქვეყანა 20 წლის შემდეგ ისევ ვიპოვე ჩემი მეგობრების, ნათესავების, ქართველების სიყვარულის დახმარებით. ალბათ ორ ენაზე უნდა ვტიროდე და მიხაროდეს კიდეც. ორ ენაზე უნდა მღეროდე და თუ დღეს მეორე ენაზე ივრითულად ვერ გიმღერეთ, მე შენია გრამატიკულად შეცდომა არ მომივიდეს და ამიტომ ჯერჯერობით ქართული ხასიათით მოგეფერებით. პოეტის ძველი და ახალი ლექსები ერთნაირი ტკივილით, სიყვარულით და მონატრებით უმღერი საქართველოს. ჩემი შემოქმედება ისევ ლირიკა არის, პატრიოტული და საერთოდ ის თემა, რომელსაც სულ ვემსახურები. ჩემთან ბევრი ტკივილია, ბევრი სიხარული არის და დიდის მოლოდინი კიდევ. ალბათ რწმენა, რომელიც ქართველსა და ებრაელს ყოველთვის დაბადებიდან გვახასიათებს, პირველ რიგში თვალში მოსახვედრი ის რწმენა და ჩვენ სიყვარული გადაგვარჩენს, ჩვენ ორივე ქვეყანას. თავის გულის ტკივილს და სათქმელს დღემდე ტკივილამდე შეძრული ლექსით გვიამბობს. პოეტს წამს, რომ ადამიანთა გულებს თავისი ქალური განწყობილებით, ნაძერწის სტრიქონებით კიდევ უფრო განამტკიცებს ქართველთა და ებრაელთა საუკუნოვან მეგობრობას.